დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 9 ივლისია, 4 შაბათი, ეთერში ერთსულოვნების დილა. გეგინემ სიწვერიძესთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დილამშვიდობისა, მეც ყველას მოგესალმებით, მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ, ტრადიციულად შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ, რაშიც რა თქმა უნდა სტუდიის სტუმრები დაგვეხმარებიან, თუმცა ვიდრე გადაცნოდეთ გადაცემის ანონსს, ნახოთ პირველ რიგში საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის იხსენიებს დღეს 9 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 9 ივლისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ხსენებას ტიხვინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა და მოიხსენიებს ღირს დავით თესალონიკელს, ღირს იოანეს, გუთელ ეპისკოპოსს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. მადლიერება და მისი მნიშვნელობა. რატომ უნდა ვისწავლოთ მადლიერების გამოხატვა და რაში გვეხმარება ეს განცდა? თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდება ვაკეში მსახურე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი საბა ჭიკაიძე. საქართველოს წელს პირველად ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვერთდება ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე და რა თქმა უნდა დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდის. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მაესტრო მერაბ ებრალიძის საფორტეპიანო სტუდიის მოსწავლეთა კლასის კონცერტი გაიმართა. საღამო ოთარ თართაკიშვილის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ სიუჟეტს. ზაფხული არ დადგების პერიოდი და უნდა ვამეცადნოთ თუ არა ბავშვები და ზოგადად უნდა ვიმეცადნოთ თუ არა ზაფხულში. გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვერთდება ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე და რა თქმა უნდა მისგან რჩევებს მივიღებთ. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
დაუბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მსახური დეკანოზი საბა ჭირაიძე. დილომშვიდობისა მამა საბა. გაგახაროთ ღმერთს. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. მადლიერება და მისი მნიშვნელობა ეს არის დღეს ჩვენი სასაუბრო თემა. პირველ რიგში რომ გავმარტოთ, რას ნიშნავს მადლიერება, რაში გვეხმარება ეს განცდა ადამიანების ცხოვრებაში და ალბათ უპირველესად მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმ პრობლემაზე, რაც ზოგადად გვაქვს ადამიანებს ბუნებით. გვიჭირს ყოველთვის მადლიერება გამოვხატოთ უფლის ადამიანების ერთმანეთის მიმართ. რატომ ხდება ეს და რას ნიშნავს ზოგადად მადლიერება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვფიქრობ, რომ რაც დრო გადის უფრო და უფრო მეც ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით, რა ვიცი, გამოგიტყდებით და ჩემი საყვარელი თემაა ეს. საფიქრალადაც, სასაუბროდაც, გადაგებისთვისაც და რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად ხვდები, რომ ეს არის ყველაზე არსებითი თვისება. შეიძლება ითქვას გადამრჩენელი თვისება ადამიანის, გამსაზღვრელი, ესეც შეიძლება ითქვას ქრისტიანისა, ქრისტიანი მადლიერების გარეშე ქრისტიანი არ არის. ყველაზე აღმატებულ მსახურებას, რაც დედამიწაზე აღესრულება, რაც არის ზეციური მსახურება მიწაზე, ხო, აი წირვა, რასაც ვეძახით ჩვენ, ხო? ბერძნულად ორი შესატყვისი აქვს. ერთი არის ლიტურგია, რომელიც ნიშნავს საზოგადო მსახურებას და მეორე არის ევქარისტია, რომელიც ნიშნავს მადლიერებას. ამ უკანასკნელზე უფრო გავამახვილებდი ყურადღებას, იმიტომ რომ ახლა საზოგადო მსახურება გასაგებია, რომ ახლა იმ კუთხით, რომ შემოიკრებს ყველას ადამიანებს და აერთიანებს, მაგრამ აი უფრო მეტად მახასიათებელი და განსაზღვრელია მსახურებისა, ხო? არის სწორედ ეს მეორე სიტყვა, მადლიერების მსახურება. აი ნახეთ როგორი რამეა მადლიერება, ეს არის არ მახსოვს ვიღაცას ეწერა ერთხელ სოციალურ ქსელში წავაწყდი, ვიღაცის აზრი იყო ისეთი ცნობილი გამოჩენილი ადამიანის, რომ უზრდელ ადამიანებში მადლიერების თვისებას ვერ ნახავთ. წარმოუდგენელი, უზრდელი და უტიფარი ადამიანი ვერასოდეს მადლიერი ვერ იქნებაო რა. მადლიერება არისო დახვეწილი, სულიერად დახვეწილი და სულიერად სწორად აღზრდილი ადამიანის თვისება. აი ნახეთ როგორი რამე. მე წლების წინ ერთი გადაგებაც ამასთან დაკავშირებით რომ მადლიერება ეს არის ფორმულა ბედნიერების. ბედნიერება არის ის, რასაც ყოველი ჩვენგანი ვეძებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ხომ ასე? ეს ნორმალურია. ზოგს გონია რაღაცა ეს რაღაცა როგორ გითხრათ, ამ პარტავნებასთან წილნაყარი რამ არის, რომ ბედნიერებას ეძებს და ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ადამიანში იმთავითვე ჩადებული არის ბედნიერება. ღმერთმა ადამიანი ბედნიერებისთვის შექმნა. ეხო გაგვიგია, რომ ეხა ტანჯვისთვის ყოფილა ადამიანი გაჩენილი და რაღაცა ესეთი დასკვნები რო გამოვაქვთ ხოლმე ადამიანებს. ეს ასე არ არის. ეს რაღაცა სულმოკლე ამოძახილია ხოლმე ხანდახან ადამიანის, რომ აი რო ვერ უძლებს რაღაცა იმ პრობლემებს, იმ ტანჯვებს და წირო ვერ იყურება და სარწმუნოებით რო არ არის განათებული მისი სული, ესეთი ადამიანი ამოიძახებს ხოლმე ამ დროს ამას. სინამდვილეში ნახეთ როგორი რამე. ადამიანი არის გაჩენილი ბედნიერებისთვის, უსაზღვრო ბედნიერებისთვის, ისეთი ბედნიერებისთვის, რომლის წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება ჩვენ დღეს, აქ სანამ ხორცში ვიმყოფებით, ამას პირდაპირ ამას პავლე მოციქული რომ თვალს არ უხილავსო, გონება ვერ წარმოედგენსო, უსარსმენიაო, ისეთი ბედნიერება ელოდებაო ადამიანსო, როცა თუ კი ის, რა თქმა უნდა, გამართლდება ღვთის წინაშე და ღმერთმა გაგვამართლოს ყველა ჩვენგანი და ნახეთ, იცის ყველა ადამიანი, რომ ბედნიერებისათვის არის გაჩენილი და ყველანაირად ცდილობს აქ ამ ქვეყანაზე, ამ მიწიურ ცხოვრებაში, როგორმე მივიდეს აი იმ ბედნიერებამდე. და ახლა აქ უკვე ორი ადამიანი გამოიკვეთება, ორი ტიპი, ხო, ერთი ადამიანი, რომლებიც სულიერად აძროვნებს და სულიერი თვალია გახელი და მეორე, რომელსაც ხორცილი, მეორეთი დავიწყოთ. აი თუ ადამიანს მხოლოდ ხორცილი თვალია გახელი და სულიერ რეალობას ვერ ხედავს და ვერ აღიქვამს, ხო? მისი ბედნიერებისადმი სწრაფვა გამოიხატება მხოლოდ აი ამ ქვეყნიურ რაღაცა სიხარულებისკენ მისწრაფებაში, ხო, თქვათ, რაღაცა იქნება ეს კარგი სახლი, თქვათ, კარგი სამსახური, ჯანმრთელობა, მისი შვილების ჯანმრთელობა, კარგი საკვები, კარგი დასვენება, მანქანა, თქვა. კომფორტი რაც არის, ხო? კომფორტი, კი ბატონო. აი ზუსტად რომ კომფორტი შეესაბამება ზუსტად მაგ
ყველაფერს ახლა რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ანუ აი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ ქვეყნიური კომფორტი მოიწყოს, იმიტომ რომ მისი თვალი სხვას ვერ ხედავს, მისი ხელი სხვა ვერაფერს ვერ ეხება და სწამს და აღიარებს მხოლოდ იმას, რასაც თვალით ხედავს და ხელით ეხება და ამიტომ აი აქ უნდა მოიწყოს თავისი ბედნიერება რა, აქ უნდა გქონდეს ყველაფერი იქ სიმშვიდე, კარგი მეგობრები, კარგი გარემო და ასე შემდეგ, მოკლედ რასაც ჩვენს ეხლა მე რა ჩამოვთვალე, ამის ცუდი არაფერი არ არის, მოდი ვთქვა პირდაპირ, ხო და ყველა ადამიანს უნდა ეს, ხო, მეტნაკლებად. მაგრამ ჩვენ გვაუწყდება, რომ დაცემული ბუნება გვაქვს ადამიანებს და შესაბამისად, ეხლა სამყაროში ცხოვრობთ, რომელშიც უფალი ბრძანებს, რომ თავადი ამას ოფლისე არის ეშმაკიო, სატანა, ხო? აქედან გამომდინარე ის ხორციელი ბედნიერება, რომელსაც ჩვენ აქ ამ ქვეყანაზე ამ ხორციელ კომფორტში მოვიაზრებთ და ვესწრაფით, წარმოუდგენელია კეთილ ადამიანებო. იმ სახით, როგორ ჩვენ გვინდა და ამიტომაც არის მე რომ აი ადამიანი რომ მთელი ცხოვრება წვალობს, რომ აი ყველაფერს აკეთებს, კანიდან ხტება იმისათვის, რომ უკეთეს შემთხვევაში რა თქმა უნდა, თუ კი ადამიანი ზარმაცი არ არის რა, რომ აი ყველაფერს აკეთებს, ჯერ სწავლობს, მერე შრომობს, რომ აი უნდა რომ რატო აკეთებს ამ ყველაფერს მიზანი აქვს რაღაცა მთავარი, რომ აი ბედნიერად უნდა იქცნოს თავი, კომფორტულად ვერ ახერხებს რა. ვერ აი სულ რაღაცა ხელს უშლის ამ ბედნიერებაში, აი ამ კომფორტში, რომ ბოლომდე კარგად იქცნოს თავი, ვერ. და მერე არის უკვე რომ აი მაგას რომ ამბობს ხოლმე რას თქვი რა, რომ არა პრობლემები ყოფილა, წვალება ყოფილა, ეს ცხოვრება ტანჯვა ყოფილა, რატო? იმიტომ რომ აი იმას ვერ აღწევს, რასაც უნდა მიაღწევს. და ვერც მიაღწევს, აი ამაშია საქმე. ეხლა მოდი სულიერი ადამიანი განვიხილოთ. სულიერი ადამიანი ბედნიერებას აქ ამ ქვეყანაზე აი იმ სრულყოფილი სახით არ ელოდება, იმიტომ რომ მან კარგად იცის რომ დაცემულ სამყაროში ცხოვრობს. დაცემული ადამიანებით გარემოცულში და თავადაც დაცემულია. ამიტომ ის არ ელის აქ იმ სრულყოფილ ბედნიერებას. მან იცის რომ ეს მისი სამშობლო არ არის. ეს მისი დევნილობის ადგილია. და იცის რატომაც არის ეს დევნილობის ადგილი, მცოდვის გამო და იცის რომ კვლავ უნდა დაბრუნდეს მე იმ სამშობლოში, სადაც ბედნიერი იყო. აი ნახეთ, ნოსტალგია აქვს ადამიანს იმ სამყოფილისადმი, სადაც ის ბოლომდე სრულყოფილად ბედნიერად გრძნობდა თავს, აი რომელზეც ვამბობდი რომ პავლე მოციქული გვეუბნება რომ გველოდება ის ყველაფერი, ხო? ამიტომ სულიერმა ადამიანმა იცის ეს ყველაფერი და ის აქ არ ელის ამ ისიც ბედნიერებისკენ ისწრაფის, ოღონდ მისი ბედნიერების ვექტორი სხვაგან არის მიმართული სულიერ სამყაროში. და აი მე ბევრჯერ მეთქვამს ხოლმე რომ აი წმინდა მამები მაგალითად რომლებიც განსაკუთრებულ ასკეტურ ღვაწლს ირჩევდნენ, ხო თქვა ზოგი ღვიმეში ცხოვრობდა, ზოგი სვეტზე ადიოდა იქ და ეყუდებოდა, ზოგი კვირაში ერთხელ ჭამდა, ზოგი რაღაცა ღამე არ ეძინა და მღვიძარეთა სავანეც კი არსებობდა და დღესაც არსებობს, ხო აი სხვადასხვა სახის ასკეზას მიმართავდნენ. ეხლა ეს ასკეზა ჩვენ რო ესე სულიერი შინაარსი გამოვაცალოთ, ჩვეულებრივი მაზოხიზმი დარჩება, ხო? ანუ ესე იგი გამოდის რომ ერთი ცხოვრება გაქვს ადამიანს, ისიც ხანმოკლეა ამ ქვეყანაზე და იქაც თავს იტანჯავ, რას იტანჯავ თავს, ხო? მედი რა ორი დღე ცხოვრობ ამ ქვეყანაზე და რაღაცა ისიამოვნე, რაღაცა მეგობრებთან იყავ, მე არ ვამბობ რა ცუდი გააკეთე, არა, ჩვეულებრივად რა გაერთე რა. რამე კარგი, მაგრამ აი ნახეთ, აი ეს ადამიანები მე ხშირად მithქვამს ხოლმე, ის ადამიანების ბედნიერებას ეძებენ. ისინიც ბედნიერებისკენ ისწრაფიან. სწორი მიმართულებით და სწორი მეთოდებით, იმიტომ რომ მათ კარგად იციან, რომ ჭეშმარიტი, მარადიული, უცვალებელი ბედნიერება ცოდვების მოკვდინებაზე გადის, საკუთარ თავში დაცემული ბუნებაზე, გამარჯვებაზე გადის, შენ თუ შენ დაცემულ ბუნებაზე ვერ გაიმარჯვე. შენი სულიერი თვალი თუ არ დაიწმინდა, რას ამბობს უფალი, ხო ნეტარიყვნენ წმინდანი გულით, არამედ თუმად ღმერთი იხილავ. შენ ღმერთს ვერ იხილავ. და შენ თუ ღმერთი ვერ იხილე, შენ ბედნიერი ვერასოდეს ვერ იქნები. ნახეთ, ანუ ისინიც ბედნიერებას ესწრაფიან, ოღონდ სწორი გზებით. მათ იციან, რომ ნამდვილი ბედნიერება, აი ის მარადიული კომფორტი, თუნდაც ეს სიტყვაც რო გამოვიყენოთ, სულიერი გაგებით, ოღონდ ხო? მხოლოდ და მხოლოდ აი ამ გზაზე გადის, რომ შენ უნდა აი რას გვეუბნება უფალი, როგორ ფორმულაც გვაწვდის აი ამ ბედნიერებისა. უარყავ თავითვისი, ხშირად მithქვამს ხოლმე ძალიან.
აღიღე ჯვარი და შეუმიდე მე. ნახე რაზე გადის. უფალთან მყოფობა, უფალთან მარადიული მყოფობა რაზე გადის. საკუთარი თავის უარყოფაზე, ჯვრის აღებაზე, ამ ჯვრის ტვირთვაზე, ბოლომდე გოლგოთამდე მიტანაზე, ჯვარცმაზე, სიკვდილზე და შემდეგ აღდგომაზე. აი გზა ბედნიერებისა, ნამდვილი ბედნიერებისა და ნახე, ჩვენ არასწორი მიმართულებით ვირჩევთ. აი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დავაკავშიროთ ხა ჩვენს უმთავრეს თემას, მადლიერებას, ხო, ნახეთ. მადლიერება და უმადურობა არის, აი მოდი პირდაპირ ესე ვთქვა, გამსაზღვრელი ადამიანის და რატომ? რატომ დაეცა ადამიანი? რატომ დაეცა, მოდი აი სულ პირველი გავიხსენოთ რა. ის მთავარ ანგელოზი. აი ესეთ კითხვას ხშირად სვამენ ხოლმე, რომ მას ხوار ყოლია ვიღაცა სხვა ეშმაკი, რომელმაც აცდუნა, ხო? აი საიდან წარმოიშვა საერთოდ სოდვა, საიდან წარმოიშვა ამ პარტავნება? აი ნახეთ, აი როგორ ფუნდამენტამდე მივიდივართ, ეგ როგორი ფუნდამენტური სოდვა უმადურობა ნახეთ და თანაც რაღაცა განუპირობებელი რაღაცისგან თავისთავადი რა. აი ნახეთ, მას არ ქონდა არანაირი საფუძველი, ესე რომ შევხედოთ იმისა, რომ დაცემულიყო, ხო, რომ თავისი ბუნება შეეცვალა. რომ გაამაყებულიყო და გაამპარტავნებულიყო, ნახეთ, ამ პარტავნების, აი ამ ყველაზე ფუნდამენტური ცოდვის, რომლისგანაც შემდეგ ყველა ცოდვა წარმოიშვება, მშობელი გახლავთ უმადურობა. ნახეთ, ვერ დაკმაყოფილდა იმით, რაც მას ჰქონდა. ღვთისაგან ნაბოძები, იმ მდგომარეობით, იმ პატივით, იმ სიხარულით, იმ ბედნიერებით, რომელიც მას ჰქონდა, მან ჩათვალა, რომ მას უფრო მეტი ეკუთვნოდა. ნახეთ, ნახეთ უმადურობა, როგორი დამღუპველი რაღაცაა რა ადამიანის და შემდეგ ადამსა და ევასაც იგივე დაემართათ და ზოგადად ყოველი ადამიანი თუ უბედურდება თავისი უმადურობის გამო, რომ ვერ იფერებს იმ მდგომარეობას, რომელიც აქვს. აი, როდესაც შეკითხვას ვამენ ხოლმე, რომ როგორ ხარ, ხო, ესე ტრადიციული შეკითხვაა, ჩვენ რო ხვდებით ერთმანეთს, ხო და მე ორი პასუხი მაქვს ხოლმე რა, ორივე ერთმანეთს გავსია შინაარსობრივად, რა ამ პასუხობ ხოლმე, რომ ყველაზე კარგად ვარ. ერთი მეჩხუბა მახსოვს, რომ ყველაზე კარგად როგორ ხარ, შენ რა იცხვები როგორ არიან და მე ვთხარ, მე სხვებს კი არ ვეჯიბრები კაცო. მე ჩემი განცდით ვარ ყველაზე კარგად. და ნეტა ყველაზე კარგად იყოს კაცო. ისე როგორც აი ვთქვათ, მე ვგზნობ ჩემ თავს. აი ნახეთ, მეორე პასუხი მაქვს კიდე ესეთი, რომელიც ხსნის აი ჩემს პირველ პასუხს რა, თუ რატო ვარ ყველაზე კარგად ყოველთვის რომ იმაზე კარგად გაცილებით ვიდრე ემსახურებ. აი ნახეთ, ოღონდ ეს ადამიანმა გულიდან უნდა თქვას. აი ნახეთ, აი როგორი რამეა. აი ამ პასუხში არის მთელი მადლიერების საიდუმლო ჩადებული რა, რომ თუ კი ადამიანი ხედავს და ხვდება, რომ იმაზე ბევრად უკეთესად არის ვიდრე იმსახურებს, ის ყოველთვის მადლიერია და ყოველთვის ბედნიერია. და ამას როდის ხვდება, ნახეთ? როდესაც აქვს სინამ, ნახე როგორ უკავშირდება ყველაფერი ერთმანეთს ეს გადამრჩენელი თვისებები, იმიტომ ამბობ, რომ ფუნდამენტური რამ არის მადლიერება და უმადურობა, ნახეთ. შეუძლებელია იყოს მადლიერი ამპარტავანი ადამიანი. ეს წარმოუდგენელი რაღაცა. ამპარტავანი ადამიანი არასოდეს არ არის მაყოფილი იმით, რაც აქვს. ოღონდ ეს ამპარტავნება ცოტა ფარული რაღაც, ამპარტავნება ძალიან ბევრი სახე აქვს. არსებობს აი ჩვენ თქვენ ეთერში მისაუბრია ამასთან დაკავშირებით თავმდაბლობით ამპარტავნება, როცა ადამიანი იმითიც იწონებს თავს, იმითიც კი რომ თავმდაბალია, თუნდაც თავის გულში რა, რომ აი მე ხო იმათნაირი არა ვარ ამპარტავანი და მადლობა მერთო, რომ ესეთი ამპარტავანი არა ვარ და მე თავმდაბალი ვარ და ამით თავი მოწონს და ამითი უკვე ის თავის გულში სხვა ადამიანს თავს აჭარბებს. ძალიან ბევრი შეფარული სახე აქვს ამპარტავანებას, ნახეთ. შეუძლებელია ამპარტავანი ადამიანი იყოს თავმდაბალი. არასოდეს არ არის ის კმაყოფილი. ამპარტავან ადამიანს შესაბამისად უმადურ ადამიანს მთელი სამყარო რო აჩუქო. არ კმარა. კიდე მეტი უნდა მას, იმიტომ რომ ის თulis რო უფრო მეც იმსახურებს, აგერ სწორედ ის თავარანგელოს ამბობი რო გავიხსენოთ, ხო წარმოიდგინეთ რა, ეხლა რა აღმატებული იყო, მაგრამ არა, ღმერთზე უფრო მეტი პატივი მოუნდა. ღმერთობა კი არ მოუნდა, ღმერთზე უფრო მეტი პატივი მოუნდა, რომ მასზე მაღლა ყოფილიყო რა, მასზე მაღლა დაედგა თავისი სარდალი რა. არ კმარა. და თქვენ რა გონიათ, მას რომ კიდე ის მეტი ქონოდა, ის დააკმაყოფილებდა, არ დააკმაყოფილებდა. მადური ადამიანი ესეთი რამე, მე მახსოვს აი მინდა რომ გავიხსენოთ თუ გვაქვს ამის დრო. ერთი ესეთი ის იყო რაღაცა დიაფილმი ბავშვობაში უყურებდი ხოლმე რა და ესეთი რაღაცა იყო რა, საინტერესო იყო ძალიან რა და ამიტომ მინდა რომ გავიხსენო.
ერთ-ერთ სამეფოში მოკლედ რაღაცა ძალიან დიდი შიმშილობა თუ რაღაცა ჩამოვარდა, რაღაც ძალიან დიდი პრობლემა ქონდა მეფესა და ვერაფრით ვერ მოაგვარა ეს პრობლემა რა. და უთხრეს მას, რომ ერთ-ერთ სოფელში ერთი ბრძენი ბიჭი ცხოვრობს, ახალგაზრდა ბიჭიო რა და იმას შეუძლია მარტო რომ რაღაცა კეთილი რჩევა მოგცეს და მოგაგვარებინოს. მოკლედ მოიყვანენ ამ ბიჭს, ეს ბიჭი მართლა რაღაცა ისეთ რჩევას მისცემს, რომელიც დაალაგებს ამ პრობლემას და ნუ მეფეს უნდა ეხა რომ მადლობა გადაუხადოს ამ ბიჭს და ეუბნო რომ შენ ისეთი პრობლემა მომიგوارეო რომ მზათავა რომ ნახევარი სამეფოს მოგცეო და გაგიყო რა და რაც გინდა მთხოვეო რა და ეს ბიჭი ეუბნო არაფერი არ მინდაო რა და არა რაღაცა მინდა მოგცე ხა ისე უმადლოდ ვერ გაგიშვებო გამორიცხულიაო რა და მთხოვე რაც გინდაო რა ჯიბიდან ამოიღებს რაღაცა მრგვალს გულსახუთში გახოულს ეს ბიჭი რა და აი ეს რასაც აიწონისო იმდენი ოქრო მომეცი და წავალ რა ეგ რა არის უკაცო რას მთხოვ რამე ადამიანური მთხოვეო ესე არ მინდა მეტი არაფერიო აი ეს მომიცი რასაც ის აიწონისო რა და სასურს მოატანინებს მეფე და დადებს ერთ თეფში მოკლედ აი ამ რაღაცას გახოულს მეორე თეფში ხა დაახლოებით დადებს იმდენ ოქროს რომელიც თქვა იცის რომ აი მას უნდა გადაწონოს ხა ოქრო მძიმე მეტალია დადებს ძრავერ უყო კაცო ამას დაამატებს მაინც არა გავსებს იმ სასწორის იმას თეფს ოქროთ ვერ ძრავს ვერანაირად გამოატანინებს თელ თვალმარგალიც რაც კი არის მაში ხაზინაში დიდ სასწორს მოვადე ვერაფერი ძრავერ უყოს აი ერთ პატარა რაღაცას რა რომელიც ამ ადამიანს ესე მსუბუქად ამოიღო ჯიბიდან და დადო მეფე ეუბნება მე რა რომ ოღონდაც მითხარი რა არისო არ მენანება შენთვის ეს ოქრო ვეცლე სუ შენი იყოს ხო გითხარი ნახევარ სამეფოსაც გაგი ოღონ მითხარი ეგ რა არის გახსნის ეს ბიჭი და ეს იყო ადამიანის თვალი და ამით კიდევ ერთი სიბრძნე უთხრა მეფეს და კიდევ ერთი სწავლება დაუტყვა რომ ნახე მეფეო ეს არისო ხარბი ადამიანის თვალი რომელსაც ვერაფერი ვერ აწყობს და ხომდენი თვალმარგალიტი დააყარდა ვერაფერი ვერ უქნა ვერ გადაწონა ეხლა ერთი მუჭა მიწა მომიტანე უთხრა მოუტანეს ერთი მუჭა მიწა და დააყარა და გადაწონა ხარბი ადამიანის თვალსო მარტო მიწა აწყობს ანუ როცა მოკვდებაო მარტო მაშინო რა აი ნახეთ შემოძვიფასება ამიტომ ვამბობ მე რომ აი ძალიან დიდ ამას აი მაგიტო ვამბობ მაგიტო უსაო ხას რომ საზღვარი არა აქვს ამ ქვეყნიურ კეთილდღეობას შენ თვითონ თუ არ დაუვდე საზღვარი შენ თვითონ თუ არ მიხვდი რომ სხვაგან უნდა ეძებო შენ ბედნიერება სხვაგან უნდა აიშენო შენი სულიერი სახლი აი იქ უნდა მიუტოდე უნდა გაიხსენო წმინდანები როგორ ცხოვრობდნენ თავად უფალი როგორ ცხოვრობდა როგორ პირობებში ცხოვრობდა როგორ ცხოვრობდნენ წმინდანები და როგორი ბედნიერები იყვნენ ისინი როგორი სავსენი იყვნენ მადლიერებით ყოველი კაპიკით ყოველი ნამცეცით რომელიც ჰქონდათ ღვთისაგან იცით რატო იყვნენ იმიტომ რომ თავდაბრები იყვნენ იმიტომ რომ ისინი კარგად ხვდებოდნენ ხედავდნენ საკუთარ დაცემულობას საკუთარ ცოდვებს და ხედავდნენ რომ იმის ღირსიც არ იყვნენ რაც ჰქონდათ ღვთისაგან მართლა არ იყვნენ ანუ ისინი ესე სიტყვის მასალად როგორც ლამას სიტყვებს იმიტომ კი არ ამბობდნენ რომ იმაზე უკეთესად ვარ ვიდრე არა ისინი მართლა განიცდიდნენ ამას არ იყვნენ თუ კი რამეს იმსახურებდნენ ეს მხოლოდ სასჯელი იყო და ჯოჯოხეთი და ხედავდნენ რომ სასჯელის და ჯოჯოხეთის მაგივრად ღმერთი ყოველწამს წყალობით და სიკეთით ავსებდა წმინდანები ამბობენ და გვასწავლიან რომ თავად ეშმაკსაც კი ეშინია მადლიერი ადამიანის იმიტომ რომ ყველაზე მთავარი რაც არის მაგით არის შემოსილი და წმინდა მამები გვეუბნებიან სოფო რომ იუდას რო ერთი მადლობა ეთქო ზიარების შემდეგ ის ამას აღარ გააკეთებდა ის მადლიერება უკვე ნახე მადლიერება რას უკავშირდება მადლს ხო მადლიერი ადამიანი ანუ ადამიანი რომელსაც ღვთის მადლი გააჩნია მადლიერება ხსნის ადამიანის გულს იმისთვის რომ შიგნით ღმერთი შემოვიდეს და ღმერთი თუ შემოვიდა მე ცოდვას ვეღარ ჩაიდენი განა იმიტომ რომ შენ ნება აღარა გაქვს ცოდვის ჩასადენად ვეღარ შეძლებ ივანე ღვთისმეტყველი ბრძანებს ამას თავის პირველ ეპისტოლეში რომ როდესაც ადამიანში ღმერთის თესლი იმყოფება გულშიო ხო ანუ ღმერთი იმყოფება მასო ცოდვის ჩადენა აღარ შეუძლია და ეს რას ნიშნავს ეხლა თავისუფლება კი არ წაერთვა მას არა უბრალოდ აი როგორც ღმერთი ეხლა ღმერთს ხო შეუძლია ცოდვა ჩაიდინოს მაგრამ ამავდროულად არ შეუძლია იმიტომ რომ რატომ უნდა ჩაიდინოს ცოდვა ან როგორ უნდა ჩაიდინოს ღმერთმა ცოდვა ეხლა მე ხშირად მithქვამს ხოლმე მაგალითად ხალათზე რომ მიდგარა ხოლმე საქმე ხო თუ კი გიყვარს ადამიანი როგორ უნდა უღალატო აი რანაირად უნდა აი ეს უნდა შეძლო ეს უნდა მოახერხო რომ უღალატო
ალბათ ბევრჯერ გვიღალატია ხა ჩვენს გულში მაინც ღვთისთვის და ადამიანისთვის აი ეს, მაგრამ აი ყოველთვის როცა ეს გაგვიკეთებია, უნდა მივხვდეთ, რომ იმ დროს შენ არ გიყვარს ეს. იმ დროს შენი ეგოიზმი გძლევს. თორე თუ ადამიანი გიყვარს, შენ მისთვის ცხოვრობ და შენ ვერ შეძლებ რომ მას უხალატო, წარმოუდგენელია. დიახ. აი ესეთივე რამეა იმ შემთხვევაში თუ კი შენი გული მადლიერებით არის სავსე, შენ ვერ შეძლებ რომ რაღაცა არასწორად მოიქცე, ცუდად მოიქცე, ღმერთს განეშორო, ღმერთს უღალატო, წარმოუდგენელი ამას ვერ გააკეთე. მამასაბა, როდესაც ბედნიერი ადამიანი მაგ შემთხვევაშიც ავიწყდება ხოლმე, რა თქმა უნდა, მადლიერების გამოხატვა, მაგრამ როდესაც უბედურება შეემთხვევა, მაშინ მით უფრო საერთოდ არ ახსენდება მადლიერება და შეიძლება გავიგოთ კიდევაც, რომ რთულია ალბათ რომ საკუთარ თავში გარკვეული ძალები მოძებნო. აი როგორ უნდა გავაღვიოთ ეს მართვალი, როგორ უნდა ჩავთესოთ ჩვენში და შემდგომ როგორ უნდა მივცეთ მას საშუალება იმის, რომ გაღვივდეს და ეს მადლით შევიმოსოთ, როდესაც თქვათ სამწუხაროდ არაერთი ოჯახია, შეიძლება შვილია გარდაცვლილი, დედა, მამა, არ აქვს მნიშვნელობა. აი ასეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ ადამიანი მადლიერი იყოს ამ ყველაფრის. მადლობა სოფო ამ შეკითხვისთვის, კარგია ძალიან. ნახე როგორი რამეა. როდესაც ადამიანის სული მომართულია მადლიერებით და მე როგორც თქვი განაპირობებს ერთი მეორეს, ნახე, მადლიერი ადამიანი მუდამ თავმდაბალი ადამიანია და მადლიერ ადამიანს ეხსნება სულიერი თვალი. სულიერი თვალი როცა ღია აქვს ადამიანს, ის ყველაფერს თავის ცხოვრებაში რაც ხდება, ღვთის გამგებულების შუქზე ხედავს. ნახე, აქედან გამომდინარე ის მუდამ ხედავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში, სასიამოვნო თუ სიამოვნო, კინეული თუ სასიხარულო, ყველაფერი მის სასიკეთოდ ხდება, ნახე. ამას ყველაფერს აღიქვამს, ამ სწორი მოწყობა აქვს სულიერი ესეთ ადამიანს, სწორად ხედავს ყველაფერს და შეუძლებელია რაიმე ისეთი მოხდეს მის ცხოვრებაში, მათ შორის აი თუნდაც ესეთი მძიმე, რაც არის თქვა ჩვილის გარდაცვალება, რომელმაც მას აი ეს მდგომარეობა დააკარგვინოს, იმიტომ რომ მან იცის კი, რა თქმა უნდა, ძალიან დამწუხრდება, რა თქმა უნდა, ძალიან იტირებს, როგორც იობმა იტირა, ხო? 10 შვილები, სიძეები, რძლები ყველანი ერთ დღეს დაეხოცა და შემოიხია ტანსაცმელი, თავზე ნაცარი დაიყარა და საოცნა ალბათ წარმოუდგენელია ივანე ოქროპირი აღწერს ამას, რომ აი შედის თითქოს იობის მდგომარეობაში და გვიყვება იმ ყველაფერს, რომ იობს ელაპარაკება, რომ რამ შეგაძლებინა, როგორ შეძელი, ამან რა გულმა გაგიძლო ამ ყველაფერს რო უყურებდი, რომ შენი ხელი და იმ შენი შვილების და შვილიშვილების და დაშლილი ისენი რომ გამოგქონდაო ნაწილები ამ ნანგრევებიდან, რა როგორ შეძელიო ეს, რა მართლა წარმოუდგენელი რაღაცა, რაც მან შეძლო და ურთულესი განსაცდელია ეს, მაგრამ ნახეთ, იობს ერთი საყუდური არ წამოწდენია ღმერთის მიმართ. იობს უბრალოდ ჯანსაღი შეკითხვა ებადებოდა, რომელზეც პასუხს ვერ პოულობდა და ის მეგობრებიც ვერ აძლევდნენ პასუხს, რომ აი რატომ მოხდა, რატომ დაუშვა, რისთვის დაუშვა, უკეთრად ვთქვა ღმერთმა ეს ყველაფერი და ამას ბოლოს გებულობს ამ ყველაფერს. და მე ღმერთი უხსნის და ღმერთი უორმაგებს იმ ყველაფერს, რაც მას ჰქონდა და კიდევ ხელახლა ჩუქნის იმ ათშულსაც რა. ფაქტიურად შვილებიც გაუორმაგა, იმიტომ რომ ის გარდაცვლილი შვილებიც ხوارსად გამქრალან, ხო? ყველაფერი გაუორმაგა. სწორედ იმის გამო, რომ მან არ დაკარგა მადლიერება ღვთისადმი. ბოლომდე შეინარჩუნა საკუთარ თავში ეს ყველაფერი. ამიტომ აი ჩვენ თუ გვინდა რომ ცხოვრების ნებისმიერ გამოწვევას, განსაცდელს, ტკივილს, პრობლემას, რომელიც მეტნაკლებად ყველა ცხოვრებაში ეშვება, ხო? გაუმკლავდეთ ღირსეულად და სწორად ამან არ გაგვაბოროტოს, ხო? უნდა გქონდეს სწორად მომართული სული. უნდა ვიყოთ თავმდაბლები და უნდა გქონდეს მადლიერება ღმერთისადმი და უნდა ვიყურებოდეთ სწორად, უნდა ვიყურებოდეთ სულიერად. აი სულ ხშირად მithქვას ხოლმე რა, რომ აი კიდევ ერთი რეცეპტი ბედნიერებისა ეს არის რა, რომ ეცადო ყოველთვის იყურო ღმერთის გადმოსახედით, ღმერთის თვალით შეხედო, ღმერთის განგებულების შუქზე შეხედო შენ ცხოვრებას და უცებ მიხვდები, რომ ყველაფერი რაც შენ ცხოვრებაში ხდება ღმერთის საოცარი დიდებული განგებულებით, ყველაფერი შენ სასიკეთოდ ხდება, მტკივნეულიც და სასიხარი. სასიხარულო უბრალოდ საჩუქარია ხოლმე ღვთისაგან, თორე სინამდვილეში სწორედ იმ მტკივნეულ პერიოდებში ვიზრდები ჩვენ სულიერად. დიახ. ეს ან გვაქვს, ან არ გვაქვს, გადაჭრით შეგვიძლია თუ არა ეს ვთქვათ, შესაძლებელია ალბათ ცხოვრების განმავლობაში ამის სწავლაც, ხო? აუცილებლად, ეს არ არის თანდაყოლილი თვისება. დიახ. ეს არის შესაძენი თვისება. დროთა განმავლობაში ამას განაპირობებს ოჯახური აღზრდა, სკოლაც უნდა ასწავლიდეს ამას ყველაფერს, სოციალური გარემო,
და უპირველეს ყოვლისა ეკლესია რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მამასაბა საინტერესო სასიამოვნო საუბრისთვის დაგემშვიდობებით. პარტიაში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზის საბა ჭიკაიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათია ერთად აღვავლინოთ უფლისადიდებელი ლოცვა და დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგვეულდეთ. დიდება მაღალთაში ნომერცა ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული. და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და
ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით ეთერში სტუმართან ერთად. საქართველოს წელს პირველად ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდა ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი მერაბ ბაზაძე. დილომშვიდობისა ბატონო მერაბ. მოგესალმებით. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. სასიხარულო ინფორმაცია გავაცანით უკვე და ვუთხარით ჩვენს მაყურებელს, რომ პირველად ჩატარდება წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში. როგორ მიმდინარეობს სადების პროცესი და ალბათ პირველ რიგში ჯობს რომ ვისაუბროთ სადების პროცესამდე როგორ მოვიდა ეს ყველაფერი, როგორ გადაწყდა, ძალიან დიდი ძალისხმევა არის ჩადებული ბუნებრივია თქვენი ზოგადად ფედერაციის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გამართულიყო და ეს შესაძლებლობა ჰქონოდა ჩვენს ქვეყანას. მოგესალმებით მაყურებელს. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების იდეა დიდი წლების წინ გამიჩნდა, ვიხილე ინგლისში მსოფლიო ჩემპიონატი. და ჩემი ოცნება იყო, რომ ეს შეჯიბრი მომეტანა საქართველომდე. ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა ამ წლების განმავლობაში. ალბათ 10 წლის წინ იყო ეს ჩანაფიქრი და მივედით იქამდე, სადამდეც მივედით ისტორიული შეჯიბრია. პირველად საქართველოში ტარდება ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატი. მიმდინარეობს სამზადისი მთავრობასთან ერთად, რა თქმა უნდა, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე გარანტიას ვერ მოვიპოვებდით ჩატარების, თუმცა დიდი გამოცდილება ჰქონდა და საერთაშორისო ფედერაცია უბრალოდ ვერ გენდობოდა გარანტიის გარეშე, ეს გარანტია გაიცა სახელმწიფოს მიერ. შეძენილია უამრავი ინვენტარი ფარიკაობისთვის, რაც ძვირადღირებულია ძალიან და ყოველდღიურ რეჟიმში საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი ჩამოსულია დილიდან შუაღამემდე მუშაობთ, გავდივართ, პრობლემებს ვჭრით და 20 რიცხვიდან იწყება ეს ლამაზი სანახაობა საქართველოში, თბილისში, სპორტის. რამდენი ხანს გასტანს ესეც რომ ვთქვათ? 12 დღიანი შეჯიბრია, 12 დღე, 10 დღე არის საშეჯიბრო დღე და თითო დღე ჩამოსვლა და წასვლა. 12 დღე იქნება პირდაპირ ეთერში საქართველოს მთელი მსოფლიოს წინაშე წარუდგებით საუკეთესო მომზადებით, საუკეთესო გახსნის ცერემონიალით. და ამ შემდეგ. რომელი და რამდენი ქვეყნის მოფარიკავე იღებს მონაწილეობას? 158 ქვეყნის 1200 სპორტსმენია რეგისტრირებული დღესდღეობით და ველოდებით კიდე დედლაინი გავიდა, თუმცა ველოდებით კიდე დამატებებს. და ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი სანახაობა ველოდება თბილისში. სოფლიო მასშტაბით ბუნებრივია გადაიცემა პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში მე როგორც ინფორმაცია მაქვს 90 ქვეყანაში გადაიცემა ყოველდღიურად სიგნალს ვაწოდებთ ჩვენ აქედან. საზოგადოებრივი არხიდან გავა საპირდაპირი ჩართვები და ასევე თემი მსოფლიო ნახავს ამ ღონისძიებას. დიახ, დიდ ძალისხმევაზე ვსაუბრობდით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა ამისთვის რამდენად იყო აქამდე და თუ ახალ ინსპექტირებაზე შეამოწმენ ყველაფერი, ჩვენ ეს ყველაფერში ჩავჯექით, თუმცა პატარა პრობლემები ხდება და სპორტის სამინისტროსთან ერთად კომისია შექმნილი, სამთავრობო კომისია ხელმძღვანელობს ბატონი შარვა გოგოლაძე. და ყოველდღიურ რეჟიმში მიდის ამ პრობლემების გადაჭრა და გადავჭრით მე ვფიქრობ. დიახ. ჩვენი სპორტსმენები როგორ არიან მომზადებული და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? ხარჯამიაში გადიან შეკრებას, ნაწილი თბილისში.
და მე ვფიქრობ, რომ კარგ შედეგებს უნდა ველოდოთ. საქართველოდან 24 24 სპორტსმენი, 12 გოგონა, 12 ვაჟი. ცოტა ახალგაზრდული გუნდი გამოგვყავს, მაგრამ სანდრო და ბექა ბაზაძეები ძალიან გამოცდილები არიან და მე ვფიქრობ, რომ მაგათგან უნდა ველოდოთ მაღალი სინჯის მედლებს. დიახ. და ასევე თავისთავად, რა თქმა უნდა, დანარჩენი მონაწილეებიც და სპორტსმენებიც აქტიურად არიან ჩართულები იმაში, რომ დიდი გამოცდილება, დიდი გამოწვევა ჩვენი სპორტსმენებისთვის ნახავენ მსოფლიო ელიტას ფარიკაობის და ეს ძალიან წინ წაიყვანს ფარიკაობას. უკვე მომართვიანობა დაიწყო ახალგაზრდების, რომ ფარიკაობა. მივედით იმ დონემდე, მივედით ფარიკაობა, რაც მინდოდა და ჩემი ოცნება იყო, რომ საქართველოში განვითარებულიყო ეს ლამაზი ელიტარული სპორტის სახეობა. რეგიონებში რამდენად არის კი, მასიური ხდება, უკვე მასიური ხდება. ეხლა მით უმეტეს, რომ ამდენი ინვენტარი შევიძინეთ, პრობლემა არ გვექნება მაგ კუთხით და ვფიქრობ, რომ ყველა ოჯახი ფარიკავებს საქართველოში. ფარიკაობის მნიშვნელობის შესახებაც რომ ვთქვათ, რომ რატომ არის აუცილებელი მნიშვნელოვანი, ვთქვათ, იგივე ბავშვის აღზრდისთვის და თავისთავად ეს გარკვეულ უნარჩვევებს აყალიბებს და ავითარებს. არ არის მხოლოდ სპორტი, ხო? არ არის მხოლოდ სპორტი, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ აღნიშნული სპორტი ეხმარება მოზარდს სისხარტეში გონების სწრაფ აზროვნებაში, სწრაფი გადაწყვეტილებების ამერიკის ნებისმიერ უნივერსიტეტში, რომ ირჩევენ კომპანიები, რომ ირჩევენ სამსახურში, იწვევენ ამა თუ იმ სპეციალობაზე, მოფარიკავეს და სხვა სპორტთან არ ვაკნინებ განსხვავებით, მოფარიკავეს ანიჭებენ უპირატესობას, რომ აიყვანონ კომპანიაში სამუშაოდ, ძალიან ძლიერი კომპანიებზე ვიძახთ მე. განვითარებული აზროვნება, ხო? სწრაფი აზროვნება, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება ფარიკაობა, იმიტომ წამებში ხდება ყველაფერი. ცოტა რთული გასაგებია ფარიკაობა, მაგრამ ვეცდებით დროთა განმავლობაში საზოგადოებას გავაგებინოთ ეს სპორტი და გავხადოთ ძალიან პოპულარული საქართველოში. აი, რადგან პოპულარიზაციაზე ვსაუბრობთ, რამდენად არის განვითარებული ჩვენ ქვეყნის მასშტაბით, რომ ვისაუბროთ, ჩვენ რეგიონებზე ვისაუბრეთ, როგორია სურვილი, გამოთქვამენ თუ არა სურვილს მშობლები, რომ თავიანთ შვილებს უკვე გაიგენ, რა არის ეს სპორტი, რა შეეხმარება მოზარდს, ყველაფერში ეხმარება აბსოლუტურად ფიზიკურ აღნაგობაში, სისხარტეში, გონების სისხარტეში, სისწრაფეში და უკვე გებულობს ადამიანი და მომართვიანობა არის ძალიან დიდი რა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში. უკვე დადგენილია, რომ ადრე იყო მე რომ სპორტსმენი სპეცუნების პერიოდში 12 წლიდან, მაგრამ ეხლა ეს შემცირდა 6 წლიდან შეიძლება უკვე მოზარდი მოვიდეს და დაიწყოს ჩვენთან განვითარება, შესწავლა ამ შესანიშნავი სპორტის სახეობის. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, საერთაშორისო ასპარეზობას, როგორი მიღწევები და წარმატებები აქვს ჩვენს ნაკრებს და ჩვენს ძალიან კარგი ახალგაზრდობა წამოვიდა. აქ არ არის მარტო სანდროზე ლაპარაკობს მთელი სამყარო, იმიტომ სანდრო ყველაზე ტიტულოვანია ხა. ეხლაც და ადრეც და ყოველთვის ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული სპორტსმენს. ყავს ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე უკვე მედლები მოაქვს საქართველოსთვის. და რა ერთი სპორტსმენია ძალიან პერსპექტიული, რომლის შედეგებსაც ჩვენ აწი ვიხილავთ რა. საერთაშორისო ასპარეზზე. რაც შეეხება თავად სანდროს, რადგან ვახსენეთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული, ბუნებრივია, ვიცით, ძალიან ტიტულოვანია სანდრო. როგორ მიმდინარეობს მისი მზადების პროცესი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ევროპის ჩემპიონატისთვის, ჯერ შედარებით ძალიან ადრეა, თუმცა თავარი ალბათ ოლიმპიადა ამისთვის ყველაზე მეტად ემზადება სანდრო, ბუნებრივია, ვიცით. ის თავარი შეჯიბრია, სანდრო ძალიან ემზადება, ჩაკეტილია გუნდთან ერთად, სამედიცინო პერსონალთან ერთად და ყველაფერი მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. ის გაგვახარებს ჩვენ მე ვფიქრობ თავის ასპარეზობით თბილისში. რა არის მთავარი, რაც ხელს უწყობს სპორტსმენის წარმატებაში? ალბათ თავისთავად ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა. ხელშეწყობა, მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად სანდრო ძლიერია, ძალიან ძლიერი სპორტსმენია და მე ვფიქრობ, რომ იმ სიძნელეები, რაც ჰქონდა ცხოვრებაში და ყველას ადამიანს აქვს ეს სიძნელეები, გადალახა მან და დღეს საბრძოლო განწყობაზეა, ყოველდღე ვისაუბრობთ და ის აქეთ გვამშვიდებს ჩვენ ცოტა მშობლები ნერვიულობთ, მაგრამ სანერვიულო არაფერი იქნება. ეს ერთ-ერთი
მთავარი ფაქტორია ალბათ ხომ სპორტსმენის ცხოვრებაში, არ გატყდეს ფსიქოლოგიურად რაღაც წარუმატებლობების შემდეგ. მთავარ როლს თამაშობს სპორტში ჩვენი თან მით უმეტეს ფსიქოლოგია. ის მყარად დგას დღესდღეობით, სწორად აზროვნებს და ვფიქრობ, რომ იბრძოლებს მაღალი სინჯის მედლებით. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მთავარ სასაუბრო თემას ბატონ მერაბ, რომ ვუთხრათ, როდის სად გაიმართება კონკრეტულად მსოფლიო ჩემპიონატი. უნივერსიტეტის 15-ში 3 შენობა არის ახალი და ძველი შენობები, 3 შენობებში განიმართება 20-დან 30 ივლისის ჩათვლით. სპორტის სასახლე. სპორტის სასახლე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის, წარმატებები გინდა გისურვოთ თქვენ და ჩვენ სპორტსმენებს დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. სიამოვნებით წარმოგიდგენთ სიუჟეტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მაესტრო მერაბ ებრალიძის საფორტეპიანო სტუდიის მოსწავლეების კლასის კონცერტი გაიმართა. საღამო ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ვნახოთ სიუჟეტი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა დღესები ლეობერტი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რა ხელა პასუხისმგებლობა ჯერ ის, რომ საქართველოში ჩამოყავს შენი მოსწავლეები, სტუდენტები, დღეს ჩვენს დარბაზში უამრავ პროფესიონალ მუსიკოს ვხედავ და ჩემთვის ეს სამმაგად საპასუხისმგებლოა. საქართველოში წარმატებული კარიერის შემდეგ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. მალევე ნიუ-იორკში საფორტეპიანო სტუდია დააარსა, სადაც არაერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა მუსიკოსი აღზარდა. სწორედ ასე დაიწყო ქართველი პიანისტის, პედაგოგისა და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის მერაბ ებრალიძის ამერიკული კარიერა. მერაბ ებრალიძემ 2018 წელს ორგანიზაცია გზა მომავალ თაობას დააარსა, რომლის ფარგლებშიც არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა საქართველოსა და ამერიკაში. ერთ-ერთი ასეთი წამოწყების ფარგლებში მშობლიურ მხარეში საფორტეპიანო კონცერტის საღამო გამართა. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი მსმენელის წინაშე პიანისტის საფორტეპიანო სტუდიის მოსწავლეთა კლასი წარსდგა. ეს რიგით მეორე პროექტი გახლავთ, რომელიც ჩამოვიტანე საქართველოში და რომელიც დაკავშირებულია ჩემი საფორტეპიანო სტუდიის მოსწავლეებთან. შარშან ჩამოყვანილი მყავდა ნორჩი მუსიკოს შემსრულებელი, რომელიც ასრულებდა ორკესტრთან ერთად. წელს უფრო ასაკობრივი კატეგორია გავზარდეთ და ჩამოყვანილი მყავს უფროსი თაობის უკვე პროფესიონალი ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებლები. რა თქმა უნდა, როდესაც ჩამოვდივართ საქართველოში, აქ 10 მაგათ და 100 მაგათ უფრო მეტად საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ საქართველოში როგორც მოგეხსენებათ, მსმენელი ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე აფასებს და ამისთვის ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი მსმენელი კმაყოფილი დარჩა დღევანდელი ჩვენი სიმფონიური კონცერტით. საქართველოში დავიწყე ჩემი მუსიკალური კარიერა და ბევრჯერ მაქვს შესრულებული სხვადასხვა სახის კონცერტებზე. ეს იყო მერაბ ებრალიძის, მაესტრო მერაბ ებრალიძის პროექტები თუ სხვა სკოლების, ასევე ამერიკაში და ჩემთვის პირველი კონცერტი არ არის ნამდვილად საქართველოში. და მე საღამოს შევასრულე ფრედერიკ შოპენის პირველი საფორტეპიანო კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პირველი ნაწილი. ძალიან დიდი მხარდაჭერა და გულშემატკივრობა მოდიოდა ხალხის მხრიდან. კონცერტს გიორგი ჟორდანია დირიჟორობდა. მცირეწლოვან შემსრულებლებთან ერთად კონსერვატორიის დიდ სცენაზე თბილისის საფესტივალო სიმფონიური ორკესტრიც გამოვიდა. ღონისძიებაზე შესრულდა ბახის, მოცარტის, შოპენის, რახმანინოვისა და სხვა დიდი კომპოზიტორების კონცერტები და პიესები. რა მოხდა დღეს კონსერვატორიის დიდ დარბაზში? ფაქტობრივად ჩვენ გვქონდა პატარა ამერიკა, იმიტომ რომ თქვენ იხილეთ ბავშვები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ბუნებრივია უმეტესობა იყვნენ ქართველი ბავშვები და რა ძალიან მე პირადად ქეც ვიხრი მერაბის წინაშე, რომ მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია უკვე ამერიკაში წარსულია, იგი არ წყვეტს თავის კავშირს, თავის სამშობლოს და ბუნებრივია და რას თორე ეს ბავშვები ძალიან დიდი რეპერტუარი აქვთ ქართული მუსიკის. ეს არის საბავშვო პიესები, ბუნებრივია და ასევე საფორტეპიანო კონცერტები, რომელიც დაიწერა სწორედ პატარა მუსიკოსებისთვის. თქვენ ნახეთ რომ პირველ განყოფილებაში უკრავდნენ ძირითადად პატარები და მეორე განყოფილება უკვე იყო სერიოზული, ესე ვთქვათ, საფორტეპიანო კონცერტების კოლოსუსები წარმოდგენილი. აქ იყო რახმანინოვი, აქ იყო შოპენი და ასე შემდეგ და მე მგონი მაყურებლებმა და მსმენელებმა ძალიან დიდი სიამოვნება მიიღეს. დღეს კონცერტზე უკრავთ საბაცეს და ბერკოვიჩი. საბაცეს უკრავ
ანაბანას და პირველად უკრავ საქართველოში ხო და ძალიან მიხარია. ხო მე ვუკრავ ისე კახა ცაბაძეს და ყველა სამon ნაწილს უკრავ. ცოტა აი ნევრიულობ, მაგრამ როცა დავამთავრე, მე მიხარია. ქართველ პიანისტს, პედაგოგს და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატს მერაბ ბებრალიძეს მჭიდრო კავშირი აქვს ნიუ-იორკის ქართულ დიასპორასთან. მის საფორტეპიანო სტუდიაში წლებია არაერთი ახალგაზრდა ქართველი მოსწავლე ეუფლება საფორტეპიანო ხელოვნებას. მერაბ ბებრალიძე არაერთხელ დაჯილდოვდა ქართული დიასპორის მიერ, როგორც წარმატებული ქართველი მუსიკოსი, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქართველი ბავშვების აღზრდა განათლებაში. დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად მნიშვნელოვანი თემით ზაფხული, არდადეგების პერიოდი, უნდა ვიმეცადინოთ და ვამეცადინოთ თუ არა ბავშვები ზაფხულში. შემოგვერთდა ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე, დილამშვიდობის მადლობას მოგხსენებთ მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით მაყურებელს. გავდან თამარ, მე შემთხვევით არ ვთქვი, უნდა ვიმეცადინოთ თუ არა მშობლებმა, იმიტომ რომ როგორც წესი მშობლებიც ჩართულები არიან მაქსიმალურად ამ პროცესში და მით უმეტეს თუ რამდენი შვილი წყალთ, იმდენჯერ თავიდან იწყებენ სწავლას და თავიდან აკმაყოფილებენ სკოლას. იმდენჯერ ასრულებენ სკოლას, ხო, რამდენი შვილიც არის. საინტერესო არის, რამდენად აუცილებელია, რომ ბავშვებმა ამ არდადეგების პერიოდში, რომელსაც ასე ძალიან ელოდებიან, როდის დადგება ზაფხული, თუ საზამთრო არდადეგები იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, რომ დაისვენონ. რამდენად სწორი მიდგომა ამ მშობლის მხრიდან, რომ აი ამ დასვენების პერიოდშიც მაინც აქტიურად ყავდეთ ჩართული მეცადინეობის პროცესში. თუ არის აუცილებელი, მაშინ რა ფორმები შეიძლება მოუწოდოთ იმისათვის, რომ არ იყოს ეს სტრესის მომგვრელი ბავშვებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შეკითხვა ამ პერიოდში და ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა ხოლმე და უკვე მინდა ესე პოზიტიურად გამოვეხმაურო. პირველი ის, რომ ეს არის პირველ მრავლობითში, როდესაც ვლაპარაკობთ ხოლმე, მეცადინეობთ. ეს შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით არ ნიშნავდეს იმას, რომ ბავშვის ნაცვლად ვაკეთოთ საქმე, თუმცა ის, რომ მშობელი, ოჯახის წევრი ზოგადად აუცილებლად ამ პროცესებში ჩართული უნდა იყოს ესეთი თანასწორ დონეზე, ანუ ვეცადოთ, რომ მათ დონეზე დავეშვათ და ასე ვთქვათ, ერთად გავატაროთ ეს პერიოდი. ეს ძალიან სასარგებლოა ხოლმე და ბევრ რამეში ესეთ პოზიტიურ რჩევებსაც გვაძლევს და ასევე არდადეგებთან მიმართებაში ნახეთ, აქ ცალსახად კი ან არა პასუხი ფიზიკურად ვერ იქნება. ერთის მხრივ ყველა უნარი, მოტორული იქნება, ადაპტური და თვითმომსახურება იქნება, ინტელექტუალური შემეცნებითი და აკადემიური უნარების სწორედ ეს არის, რა თქმა უნდა, ადრეული ასაკიდან ზრდასრულობამდე და მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენთვისაც მოითხოვს თანმიმდევრულ და უწყვეტ წვრთნას, დახვეწას და განვითარებას. და ამ პროცესში დიდი მოცულობით ჩავარდნები, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი ჩავარდნები, ზრდასრულებისთვისაც კი არ არის ხოლმე სასურველი, იმიტომ რომ ფორმიდან ამოვვარდიო, ვამბობთ ხოლმე, ხო? არათუ დაუშვათ ბავშვისთვის. თუმცა მეორეს მხრივ ფორმის ცვლილება, ამ დახვეწის და განვითარების ფორმის, ვარჯიშების და გავარჯიშების ფორმის ცვლილება არათუ სასურველია, სასარგებლოც კია, ვინაიდან იმ უნარების განზოგადება და რასაც ქვია, აი, ქვეცნობიერის ლამის ავტომატურ დონეზე გადაყვანას პირიქით ხელს უწყობს. ამიტომ სპეციალისტები რეკომენდაციას უწევთ არა შეწყვეტას ამ პროცესისას, რა თქმა უნდა, არამედ ფორმის ცვლილებას და რა თქმა უნდა, არდადეგები მაინც უფრო ემოციურად პოზიტიურ მდგომარეობასთან ასოცირდება, ვიდრე სწავლის პროცესი და ვალდებულებები ზოგადად, ეს უფრო თავისუფალი და ლაღი პერიოდია. შესაბამისად, ყველა ის აქტივობა და ვარჯიში, რა თქმა უნდა, ემოციურად ბავშვისთვის უფრო პოზიტივთან და უფრო ესეთ სიამოვნებასთან უნდა იყოს ასოცირებული. და ფორმები არსებობს ქალბატონ თამარ? კი ბატონო, თამაში ზოგადად ადრეული ასაკის ბავშვებისთვის განსაკუთრებით და ვაღიაროთ, რომ ცოტა მოზრდილებისთვისაც და ზრდასრულებისთვისაც თამაშის ფორმა ყოველთვის ემოციურად უფრო მისაღებია და არსებობს ესეთი ტერმინი განმავითარებელი თამაშები, რომელიც ძალიან კარგად ესადაგება სწორედ ამ გადაწყვეტილებას. მაქსიმალურად ბევრი განმავითარებელი თამაში, ერთის მხრივ თამაში, მეორეს მხრივ განმავითარებელი.
ჩვენ ერთი რასაც რეკომენდაციას ვუწევთ ხოლმე ყოველთვის არის ის, რომ რეჟიმი მაინც სასურველია გარკვეულწილად ბავშვის ცხოვრებაში იყოს შენარჩუნებული. ეს არის ძილის და ღვიძილის რეჟიმი მაგალითად, საკვების მიღების რეჟიმი, ხო, რაღაც ესეთი რეგულარობის დაცვა, თუმცა ეს რა თქმა უნდა აღარ იქნება ესეთ ალიონზე და უთენია ბავშვის გაღვიძება, ასე ვთქვათ და მას გამოძინების საშუალებას მივცემთ. ცოტა შეიძლება მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვიცუღლუტოთ და შედარებით 1 საათით გვიან დავიძინოთ, ვიდრე სასკოლო პერიოდში გვჭირდებოდა და ცოტა გვიან გავიღვიძოთ დილით, თუმცა მშობლები ამბობენ ხოლმე რომ ზუსტადაც არ დადეგებზე დილით გაღვიძების პრობლემა ზუსტადაც არ არის და სხვათა შორის ამას აქვს ზუსტად ის ემოციური ქვეტექსტი, რომ რაც უფრო სასიამოვნო ამბისთვის ვიღვიძებთ და სასიამოვნო პროცესისთვის უფრო ადვილად გვეღვიძება, ვიდრე მაშინ, როდესაც სადღაც ვალდებულებებში და ჩვენთვის უსიამოვნო გარემოში უნდა მოვხვდეთ ამის მერე. და ამის შემდეგ ის რომ დავუშვათ გაღვიძებიდან სადღაც 9 საათში ბავშვი წახემსებული ნასაუზმები უნდა იყოს და შემდეგ სასურველია რომ მარტო ბავშვს არ მივანდოთ, რომ აი დღეს რაც გინდა ეს აკეთე, რაღაც გარკვეული არჩევანი, ანუ ჩამონათვალიდან, რომ აი ამ ჩამონათვალიდან დღეს შენ თვითონ აირჩიე სიტყვაზე, რას გააკეთებ და შემდეგ ცოტა ჩვენც ვეშმაკობთ ამ არჩევანის შეთავაზების დროს, იმდენად რომ აქ იყოს რაღაც გარკვეული სამაგიდო აქტივობაც, იყოს ფიზიკურად აქტიური და მოტორული აქტივობაც და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი მით უმეტეს და ეს არ კარგავს ეს წესი აქტუალობას მოზრდილებში და ზრდასრულებშიც, ფიზიკური აქტივობის წილი უნდა იყოს ყოველთვის საკმარისი. რაც უფრო პატარაა ბავშვი, 2/3, 3/4 უნდა იყოს მოტორულად აქტიური თამაშები და არასა და მაგალითად სამაგიდო აი აუცილებლად რაღაც წერა-კითხვასთან დაკავშირებული, ხო? მან უნდა ირბინოს, მან უნდა იხტუნოს, ის უნდა გაძვრეს, იკოტრიალოს, რაღაც რა ვიცი, ბადმინტონი, ფრენბურთი, ფეხბურთი და ასე შემდეგ. ზაფხული იძლევა იმის საშუალებას ქალაქგარეთ გავიდეთ, შინაურ ცხოველებთან, ფრინველებთან და ასე შემდეგ, აი უბრალოდ დევნის რეჟიმშიც ასე ვთქვათ ესენი. სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ასე ხდება, რომ მშობლებს ამის ფუფუნება და საშუალება დროის თვალსაზრისით არ აქვს და ძალიან მოკლედრო არის საიმისოთ, რომ საბედნიეროდ მაინც ხერ ხდება იმის გაკეთება და ნახეთ, აქ ჩვენ ზუსტად იმას უსვამთ ხას, რომ აუცილებელი ფეშენებელური კურორტები, რაღაც მოდური კურორტები, რაღაც ესეთი ერთი რაღაც ფაქტორზე, რომ აი იქ აერია, იქ წყალია, იქ ეს არის, არ არის ბუნებრივად, ანუ აგარაკი, სოფელი ელემენტარულად, ანუ ჩვენი სოფელი, რომელიც მე თუ არა ოჯახის რომელიმე წევრს აქვს, მაგალითად რამდენიმე ბავშვის ერთად თავ მოყრა შეიძლებაოდეს, გამოცდილება მაჩვენა, რომ არანაკლებ კი არა, ხანდახან უფრო სასარგებლოა ესე შინაურულად საკუთარ ეზოკარმიდამოში ზაფხულის გატარება, ვიდრე მაგალითად 2 კვირა სადღაც ფეშენებელ კურორტზე, სადაც შეიძლება მანქანა უფრო მეტი იყოს, ვიდრე ხე. ურთიერთობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზაფხულის სწორედ ამით არის და აი ეს თავისუფალი რეჟიმი იმ მხრივ, რომ ჩვენ აღარა ვართ იძულებული სკოლაში გავატაროთ გარკვეულ ნახევარ დროს ბავშვები ნახევარ დღეს სკოლაში ატარებენ. ეს არის კედლები, ეს არის ავეჯი, ეს არის შეზღუდული ჰორიზონტი, ხო, იმიტომ რომ 4 კედელში ვართ სიტყვაზე. აი ზაფხული ზუსტად მაგისთვის არის ძალიან ხელმისაწვდომი, რომ ჩვენ მაქსიმალურად გარეთ, მაქსიმალურად ბუნებაში შეგვიძლია გავატაროთ. პლუს ზაფხული რა არის? ეს არის სიმწვანე, ეს არის აყვავებული, ეს არის ბუნებრივი ფერებით, ბუნებრივი სურნელით, ბუნებრივი ხმებით დატვირთული გარემო, რომელსაც აქვს კრიტიკულად ისეთი დადებითი მნიშვნელობა ნერვული სისტემის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ბევრი სეროტონინი. სიმწვანეში გატარებული დრო ეს არის სეროტონინის ბუნებრივი წყარო. სეროტონინი არის ბედნიერების ჰორმონი, რომელზეც არის დამოკიდებული მე მელატონინის გამომუშავებაც და ეს არის ჯანსაღი ძილი და კარგი ძილი და ძილს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. საღძილს. ჩვენ იმდენად ხანგრძლივობას აღარ დავდევთ უკვე და აღარ ვედავებით რამდენადაც ძილის ხარისხს, იმიტომ რომ თუნდაც იგივე ზრდის ჰორმონის აქტიური გამომუშავება სწორედ ძილის დროს ხდება, ამიტომ რატო აიყრიან ხოლმე ბავშვები უცებ ზაფხულში ტანს, იმიტომ რომ სწორედ იმიტომ რომ ამ მოტორული აქტივობის და სიმწვანეში დროის გატარების და კარგი და ჯანსაღი ძილის მეტი საშუალება აქვს ვიდრე სამუშაო დღეებში. მეცადინეობის პროცესი და წიგნის კითხვა. აი რა ხანგრძლივობით უნდა იყოს ეს ზაფხულის პერიოდში, რომ ზედმეტად არ გადავღალოთ ბავშვის გონება. მოდი ესე ვთქვათ, რომ ესეთ საათებს და წუთებს ნუ დავუწესებთ მშობლებს, იმიტომ რომ ცოტა ესეთი დამოკიდებულება ახლა მე რომ რამის მაღვიძარას ინიშნავენ, რომ აბა 9 საათი გავატარებ. დროები განაწილებული, ხო, თელევიზიის გამომავლობაში. მნიშვნელოვანია ხარისხი და იყოს თანაბრად გადანაწილებული ეს ყველაფერი. ერთი აქვე ვთქვათ, მოდი, ძალიან რთულია ბავშვს რამე უნარი შეაყვარო და რამე უნარი განუვითარო, თუ შენ თვითონ ამას რეგულარულად არ აკეთებ. და მეორეს მხრივ საკმარისია, რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც იყოს, რომელსაც აი ხშირად უჭირავს
წიგნი, ანუ ხშირად კითხვით არის დაკავებული, რაღაცნაირად ესეთი მიბაძვა განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვები თვითონაც გამოაცუნცულებენ ხოლმე ამ თავის წიგნს, სულ არის ეს კითხვა, მაგრამ ვითომ კითხულობს. შენთან ერთად ისიც ვითომ კითხულობს აი ესე ეზოში. და აი შუადღის პერიოდი, როცა გარეთ უფრო მაქსიმალური სიცხეა, უფრო ვერიდებით გარეთ ყოფნას და უკვე ცოტა ჭყალებში იძულებული ვართ ჩრდილს შევეფაროთ და თუნდაც სახლის კედლებს შევეფაროთ, ძალიან კარგი პერიოდია ზუსტად ამ სამაგიდო აქტივობებისთვის და ამ აკადემიური აქტივობებისთვის. მაგრამ ნახეთ, კითხვა ის ძალიან ხშირად მშობლები მიმართავენ ხოლმე, რომ ისევ არის სასკოლო სახელმძღვანელოები წაღებული მაგალითად აგარაკზე, რომ აი იმ ფორმიდან არ ამოვარდეს, ან მომავალი წლის წიგნები აქვთ ხოლმე სიტყვაზე წინასწარ შეძენ, რომ წინასწარ აკითხებენ იმას, რასაც მერე წაიკითხავს. აბსოლუტურად ჯერ ერთი ემოციურად ძალიან ცუდად იღებენ ამას ბავშვები და არც ნაკლებად სასარგებლოა მოკლედ, იმიტომ კლას გარეშე საკითხავი გჭირდება. კლას გარეშე საკითხავი გჭირდება. ყოველთვის ვიცით, ჩვენი შვილის პრიორიტეტები უფრო სათავგადასავლო, უფრო რაღაცა ბუნებასთან დაკავშირებული თუ ასე შემდეგ და იქ მოკლე აი აბზაცებად, თავებად დაყოფილი შეიძლება ჩვენ შევეხიდოთ, რომ მოდი ერთს მე წავიკითხავ, მოგიყვები, მეორე თავი შენ წაიკითხე და მომიყევი. თუ რამდენიმე ბავშვია ეს ერთმანეთში შეიძლება ესე დავატრიალოთ, ასე ვთქვათ, ბორბალი და რომელს შეხვდება იმ დღეს ხმამა წაკითხვა და რომელს მოსმენა და მე ტექსტის გადამუშავებას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ხო მარტო უბრალოდ წაკითხვაში არ უმეცადინებთ. შეიძლება რომ ეს ტექსტი მე ზოგმა დაასურათა მაგალითად კომიქსებად თვითონ, ზოგმა გამოძერწა, ზოგმა მე შარადებივით გაითავას მაგალითად მულტფილმი თვითონ ააწყვეს ლამით, იქ ჯოხზე წამოცმული ან თითზე წამოცმული სათამაშოებით მაგალითად. ეს უკვე იმდენად ხიბლს მატებს ამ ყველაფერს, რომ შეიძლება მთელი ზაფხული სულ ერთი ნაწარმოები წავიკითხოთ, მაგრამ თუ ესე არის მე დამუშავებული და ჩაშლილი, აი უნარის განვითარება სწორედ ამაში მდგომარეობს. კითხვის უნარი და წაკითხulis გააზრების უნარი, ვიდრე ის რომ ვიღაცამ 5 წიგნის წაკითხვა მოასწრო, ვიღაცამ 7-ის, მაგრამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემს ის პირველი და რომ მეორე რომელი იყო ამ სიტუაციაში. ძალიან კარგია. თავისთავად მე ვფიქრობ, რომ აუცილებელიც არის. და შეიძლება ის დაგვარად ყოველთვის ვცდილობდი ხოლმე რომ სამსახურიდან რაც არ უნდა დაღლილი მოსულიყავი, ყოველთვის წამკითხე ჩემშვილებთან ერთად, თუნდაც დილის წინ რაღაც ერთად წაგვეკითხა და მე ან განგვეხილა, ან ასე შემდეგ და მაგრამ შეცდომა დაუშვი მგონი რაში იცით, რომ ყველა პერსონაჟს თავისი ხმა ჰქონდა, თავისი უნარჩვევები და ასე შემდეგ და ასე ვუკითხავდი ამ ყველაფერს და მე უკვე თვითონ როდესაც ვეუბნებდი, ახლა შენ წამიკითხე, არა, შენ წამიკითხე, იმიტომ რომ შენ უფრო კარგად კითხულობ და მგონი მან დაუშვი შეცდომა, რა რჩევებს მისცემს მშობლებს. ამ შემთხვევაში ნახეთ, ერთის მხრივ ადრეული ასაკის ბავშვისთვის ეს არის ძალიან ესეთი მოტივატორი, მაგრამ მე ვეუბნები რომ არა, მე კი, მაგრამ მეც ესე ვისწავლე ნელ-ნელა, ხო თვითონ გამოხატეთ ის რომ მშვენივრად ნახე რა კარგია, მე კიდე პირიქით შენი წაკითხული უფრო მომწონს და შენი ხმით უფრო მომწონს ეს ყველაფერი. ის რასაც მე ვაკეთებ არ ნიშნავს რომ აუცილებლად რაღაცა იდეალურია ამ სიტუაციაში და მეც ესე ბევრი კითხვით მივაღწიე ამას. და მეორეს მხრივ არც ეს არის აუცილებელი რომ ყოველთვის ესე თეატრალიზებულად და ჩაშლილად იყოს, რაც უფრო ასაკი გვემატება, შეიძლება რომ უფრო ნაკლებად ექსპრესიული იყოს. მაგრამ ის რომ ემოცია და ზოგადად ესეთი ჩემი დამოკიდებულება ტექსტის მიმართ მიყვება ამას, ეს არ არის ცუდი რა თქმა უნდა. უბრალოდ შეუბრუნეთ წახალს, რომ მე კიდე პირიქით ახლა შენიც უფრო მომწონს ამ შემთხვევაში და ამიტომ გთხოვ მომანიჭე ეს სიამოვნება, რომ ეხა შენ თვითონ წაიკითხე, იმიტომ რომ იმან მარტივი გამოსავალი იპოვა. მარტივი გამოსავალი და თავი დაიძინა. კი, ან შეგიძლიათ რომ ცოტა უფრო მარტივი ტექსტი შეარჩიოთ დასაწყისისთვის, რომ თვითონაც გათამამდეს და თავდაჯერება იგრძნოს. კითხვის დროს, იმიტომ რომ წყობასაც ხო აქვს მნიშვნელობა, ასე ვთქვათ, როგორია, შეიძლება ცოტა რთულად გამოსათქმელი სიტყვები შეხვდა პირველ ეტაპზე და ამიტომ უკან დაიხია. ან უბრალოდ ტაქტიკა აქვს ესეთი, ადამიანი ეძებს მარტივ გზას ყოველთვის, ხო? და მანაც მოსინჯა ეს ტაქტიკა, რატომაც არა იქნება არ მოუწიოს ამ საქმის გაკეთება. აი აქ არის უკვე ჩვენი ფუნქცია იმაში, რომ ზომიერად დავიხიოთ უკან, მაგრამ ბოლომდე, ანუ ზუსტად ეგ არის, რომ არჩევანი არ არის, წაიკითხავს თუ არ წაიკითხავს, მისი არჩევანია რას წაიკითხავს სიტყვაზე და როგორ წაიკითხავს ამ შემთხვევაში. თამარ, ასევე უნდა შევეხოთ აუცილებლად ახლა ზაფხულია და საზაფხულო ბანაკებს. მშობლები არჩევენ ხოლმე აუცილებლად, რაც უფრო მეტად რთული იქნება ბავშვი, მით უკეთესი ვთქვათ, ეს შეიძლება საგნობრივი კუთხით იყოს, ვთქვათ, ვიღაცას უნდა რომ ინგლისური ენის კუთხით იყოს გაძლიერებული ეს ბანაკი, ასე შემდეგ და აქაც მაინც სწავლასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი და ასევე არის სხვადასხვა სტუდიები ხელოვნების მიმართულებით, ასე ვთქვათ, სადაც ხატვა, ძერწვა და ეს ყველაფერი შეისწავლება, ხო? რამდენად მიზანშეწონილი არის ამ კუთხით, ვთქვათ, ეს ბანაკი იქნება თუ
ხელოვნების სტუდია, რომ ზაფხულის პერიოდში მივაშუროთ და ამით დავაკავოთ ბავშვებს. კი ბატონო, ძალიან მცირე ასაკის ბავშვს ბუნებრივია ბანაკში ესე ვერ გავუშვებთ, მაგრამ აი უკვე მოზარდობის ასაკიდან, თინეიჯერული ასაკიდან სასარგებლოც კია, ვინაიდან ეს სოციალიზაციის უნარების განვითარება ძალიან კარგად უწყობს ხელს. უბრალოდ გაითვალისწინოთ, რომ უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, ანუ წინასწარ კარგად უნდა გამოვიძიოთ, ასე ვთქვათ, სად იქნებიან დაბანაკებული, გარკვეულწილად რა სტრატეგია აქვს, ინსტრუქტორებთან გასაუბრება, პედაგოგებთან გასაუბრება და თუ ეს არ არის მაინც და მაინც დებიუტი ამ ბანაკისთვის და უკვე ყავს, ასე ვთქვათ, კურსდამთავრებულები, გავესაუბროთ იმ ადამიანებს, რამდენად კმაყოფილი ჩამოვიდნენ ბავშვები პირველ რიგში. თვითონ ბავშვები რამდენად კმაყოფილი ჩამოვიდნენ და მერე მშობლებმაც რამდენად ეს სიკეთე იგრძნეს, ასე ვთქვათ. ხო, ხა იქ რომ სამედიცინო წესები და ეს უნდა იყოს დაცული, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ჩვენ შულს რამდენად გაუშვებთ, რამდენად დამოუკიდებელია ჩვენი შვილი, რამდენად ახერხებს საჭიროებებზე საუბარს, ემოციურ საჭიროებებზე და ფიზიკურ საჭიროებებზე, მაგალითად ჯანმრთელობის პრობლემა რო შეექმნას, რამდენად მოახერხებს, რომ სწორად ჩამოაყალიბოს, იმიტომ რომ ზედმეტი სიმორცხვეც ამ შემთხვევაში არ ვარგა, თუმცა ზედმეტად აქტიურობაც და ფამილიარობასაც, ანუ ვაჩვევთ იმას, რომ გარკვეული ესენი არსებობს, ხო, რაღაცა წინდახედულება, ასე ვთქვათ, საერთო საჯარო სივრცეში და ასე შემდეგ. თორე დახვეწ ამ უნარის სოციალიზაციის უნარის დახვეწისთვის პირიქით ძალიან კარგია, კარგ და ჯანსაღ ბანაკში, ასე ვთქვათ, გაშვება ბავშვის და სხვა დანარჩენი უფრო ინგლისურია პრიორიტეტი თუ უფრო დაუშვათ სხვა სალაშქრო და საველე პირობებში თვითგადარჩენის მეთოდები, აქ უკვე ბავშვის ინტერესებზეც არის და თვითონ ბანაკში და განაწესს. ხელოვნების წრეებს რაც შეეხება, ეს მთელი წელი აქტუალურია. თუ ეს უხეშად იმ სასწავლო პროცესს არ არღვევს, ეგ კი არა პირიქით, სულ ვურჩევთ ხოლმე, რომ როგორმე ამისთვისაც გამოინახოს, ასე ვთქვათ, დრო, ვინაიდან აი ეს ხელსაქმესთან რაც ასოცირდება, რაც ხელებით უნდა გააკეთოს ადამიანმა, ხატვა იქნება, ძერწვა იქნება, ქსოვა, ქარგვა, ასე შემდეგ, რა ვიცი, აპლიკაციები და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ ჭრილში ტვინისთვის ყოველთვის სასარგებლოა. ეს არის ემოციების ვენტილაციის ძალიან კარგი საშუალებაც, იმას რო თავი დავანებოთ, რომ თვითონ ნატიფი მოტორული უნარები ხელის ფუნქციის განვითარებისთვის არის ძალიან კარგი და ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, როდესაც ორივე ხელი შეთანხმებულად რამეს აკეთებს, მთელი თავის ტვინი ორკესტრირებულად მუშაობს და ბუნებრივ ლაღდა თავისუფალ გარემოში ვარჯიშდება მთელი ტვინი. ვიზუალური კონტროლიც არის, ხმის კონტროლიც არის, აზროვნებაც არის და ყველაფერი და ამაზე უკეთესი ხარ უნდა შესთავაზო სიტყვაზე ბავშვს. მაშინ როცა ემოციურადაც და აი ნახეთ აი ძერწვა, ცოტა ესე თიხასთან მუშაობა, ცოტა უხეში გცომის მოზელა და ასე შემდეგ ემოციების ვენტილაციასაც კი უწყობს ხელს, ცოტა ბრაზი. კი, ბრაზი და ესეთი რაღაცები ადვილად გამოდის უფრო ორგანიზმიდან, იმიტომ რომ იმას ებრძვე, თიხას ებრძვე ამ შემთხვევაში. ნამდვილად თერაპია მათ შორის ზრდასრულებისთვის, არა თუ ბავშვებისთვის და ადრეულ ასაკში, აი ესეც შეიძლება რომ ზაფხულის რეკომენდაციად გამოვიყენოთ. ხშირად არის ხოლმე რომ განსაკუთრებით პირველ-მეორე კლასელებს ამეცადინებენ წერა-კითხვაში. რომ აი წერა განსაკუთრებით რომ ეს ასოები უნდა გამოწეროს და ციფრები უნდა გამოწეროს. უნარს, ხელის უნარს არაფერი არ ანვითარებს უკეთესად, როგორც ხატვა და ძერწვა. ამიტომ ის კი არა რომ მაინდა-მაინც ასოების მიმგვანებაზე ივარჯიშოს ბავშვმა. ერთად ხატეთ პატარა სახლები, დიდი ფიგურები და პატარა ფიგურები, თანაბარი ფიგურები. იქ წვიმა რო დავხატე, ღობე რო დავხატე, მუხლუხო რო დავხატე. მაგალითად, იგივე წერისთვის, მზაობისთვის ვარჯიშია და არა მშრალი ციფრების და ასოების გამოწერა ამ შემთხვევაში. ასე რომ გაცილებით სასიამოვნო შეიძლება ამ უნარების განვითარება. დიდი მადლობა. მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის, რა თქმა უნდა. თქვენ შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმარი გახდათ ქალბატონი თამარ ედიბერიძე, ბავშვთა ნევროლოგი. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. სოფიო კუჭავა და გეგინე მსიწვერძე მუშაობდით თქვენთვის, მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. წარმატებულ დანაყოფიერ დღეს გისურვებთ და გემშვიდობებით კეთილი სურვილებით. ნახვამდის.